თუ წმინდა გახდები, შენ შიგნით ზეცა იქნება და შენში ანგელოზებს და მათ ნათელს იხილავ, ხოლო მათთან და მათში თვით ანგელოზთან მეუფესაც. ასეთი ადამიანის გული და ზეცა არ განსხვავდება, იმიტომ რომ ზეცაში და ასეთი ადამიანის გულშიც გიებს მამა, ძე და სული წმინდა. აი ადამიანი რა არის სინამდვილეში? ადამიანი ის არის, ვისშიც ღმერთი მკვიდრობს. და ჩვენ აქეთკენ ვისწრაფვით. აი ეს დიდებული მოძღვრება, რომელიც არის ქრისტიანობა. როცა ჩვენ რწმენა მოგვეცა, აი ეს მოგვეცა და ცხოვრება ერთხელ მოგვეცა. და ამ ერთხელ ცხოვრებაში მოგვეცა ეს დიდებული განძი. ხა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სანამ ხორცში ვიმყოფებით, ეს დიდებული განძი დავიტიოთ და ჩვენად გავხადოთ. მაშინ გამოდის, რომ ჩვენ მოვევლინეთ ამ ქვეყანაზე და ჩვენი მოვლინება უქმად არ ჩაივლის. სხვა გასაკეთებელი ადამიანს პრინციპში არაფერი არ არის. ღმერთის განგებულება, როდის მოგიყვანოს, როდის წაგიყვანოს და დიაპაზონში ეს უნდა აკეთო.